გურჯაანის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თანამედროვეობის გამოჩენილ პოეტ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ლექსები წაუკითხა. მე მიხარია, როცა ვხედავ დარბაზში ამდენი ახალგაზრდა, როგორი ყურადღებით ისმენდა ბატონი ტარიელის წაკითხულ ლექსებს, როგორი სწორი რეაქციები ჰქონდათ, როგორ გულწრფელად უკრავდნენ ტაშს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხომ სწორედ ამას გულისხმობს და ამას ითვალისწინებს, რომ აღიზარდოს თაობა, რომლისთვისაც ეროვნული ღირებულებები, სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული იქნება განუყოფელი. ისტორიაში ჩაიწერება, რომ ბატონი ტარიელ ხარხელაური ესტუმრა ჩვენს რაიონს და ასეთი ლამაზი დღესასწაული მოუწოდა ქალბატონმა დალი მინდიაშვილმა, რომელიც ესწრების ხელმძღვანელი გახლავთ, თითოეულ სკოლის ხელმძღვანელს და პედაგოგებს მოუხდი მადლობა. სასწავლებლის ხელმძღვანელ ქალბატონი ილია დათვაშვილს და რა თქმა უნდა, ასევე თითოეულ თქვენთანგანს, ვინც დიდი წვლილი მიიტანეს რაიონის მუნიციპალიტეტში, მიგვინდა რომ ყველა წარმატებები უსურვოთ, ჩემთვისაც ამაღელვებელია ორმაგად დღევანდელი დღეს ცხოვრობა მუნიციპალიტეტში, რადგან მეც მაქვს ამ რაიონიდან პატარა წვლილი, მელაანის საჯარო სკოლა მაქვს დამთავრებული, მელაანიდან ვარ და ყველას ვეფერები და წარმატებებს უსურვებ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე ამ მიწაზე, ამ გურჯაანის ტერიტორიაზე მომეცა უფლება, რომ თქვენი სტუმარი ყოფილიყავი. თქვენი მასპინძლობით მიამაყა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მადლობა თითოეულ მაყურებელს, თითოეულ გურჯაანელს მენელს, რომელმაც გამონახა დრო, ამ უდრო ჟამობის ჟამს, ამ ამღვრეულ სოფელში და პოეზიის მოსასმენად მოეცა.